გამარჯობა, მე შაკო ვარ და ეხლა იტესტება გემი. ეხლა ერთი შეხედვით რასაც ვატყობ, პალი რო გააკლია. ეს არის ჩვენი ხედი. უკანა მხრიდან ვიწყებთ. ძალიან მაგარი ხარია. გვაქვს არაჩვეულებრივი ბარი. ზეგი აქ რა ხდება? დიდი არაფერი, ჩვენ უნდა ჩავიდეთ ხვევით. შევედით. ეს ვერ მივხვდი რა ოთახია. წეველების ოთახი მეგონა, მაგრამ ფაქტიურად მოწევა არ შეიძლებაო. ხუებით. ხო, აქ ყველა მხარეს, ანუ სადაც არ გინდა წახვიდე, ყველა მხარეს არის ბარი. აქ ხდებათ ბარი. მოკლედ, ბარში გვითხრეს, რომ ბარის გადაღება არ შეიძლება. მორცხვი ბარმენები იყვნენ. მოდი ეხლა ვცადოთ, იქნებ გადავიღოთ მეორე ბარი. აუცილებლად გამოვაჩენთ ბარს. არ სიამოვნებს აშკარად ხალხს, რომ უღებთ ვიდეოს, ამიტომ ვეცდები ისე გადავიღო, რომ მე თვითონ გამოვჩდე და თუ ვინმეს რამე პრობლემა ან პრეტენზია ექნება, ვიტყვით, რომ უღებთ საკუთარ თავს. მეორე ბართან მოვედით და მეორე ბართან პრობლემა არ ქონდათ, რომ გადაგვეღოდა. ეხლა გაჩვენებთ მეორე ბარს. მეორე ბარი გამოიყურება ესე ლამაზად. ანუ პროდუქტი უხვი მრავალი. ჩვენ ამ პროდუქციას აუცილებლად დავტესტავთ. აქ ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის, რომ მაგარი ცხელა. გემი თვითონ დიდია, მასიურია. რაც გადამბიე არ არის, მაგრამ რაღაცეები გამოირჩევა. ხედავთ, ვიყენია ძალიან დიდი მაყუჩი. აშკარად ხვდებით აქედან, რომ გემი დატურბინებულია. აქ ორი ბოცა მიგვაქვს ქაწითელი. კახური სუფთა უნდა გავასინჯოთ ბერძნებს. მეორე ორი, ერთი ბოცა ბორჯომი, ერთი ბოცა ნაბეღლავი, რომ შემდეგ ნაბახუსევიდან რომ გამოვიყვანოთ. მეორე მხარეს არის ხვანჭკარა, ზუსტად ესეთი მტევადობის არის. ორი ბოცა მიგვაქვს ხვანჭკარა იქით. ორი ბოცა ოჯალეში. ამით ჩამოვედით ლაგოდეხიდან. ეხლა ვართ უკვე კილინის გემზე. და მივდივართ კუნძულ კეფალონიაშნეთ და კაპიტანს ისე მოეწონა, რომ შემოვედით, რომ თუ გაყიდიო, მეთქი ეს არ იყიდება. მაგრამ ამ გემის წილში ჩავჯექით 50% შემოგთავაზეს და უარი ვერ უთხარით, ასე რომ დაუტოვეთ და ეს მანქანა აქ იდგება ძალიან დიდი ხანი. ამით დრაგი მოვიგეთ. ფიჭვი არ ყისხევარ. ვიმყოფებით საგარეჯოში. გადასარევი აბიჭება მდინარე ჩავაკავეთ. აი იქ ხედავთ იმ კუნძულს. იქიდან დავიწყეთ. ბალავერი ამოვედით, ამოვაშენეთ და როგორც ხედავთ, ძალიან მაგარი საბანაო დავაკავეთ. ხალხი გახარებულია, ტენდერი მოვიგეთ. უნდა გაგვეკეთები და პლიაჟი. ჩვენ ახევარია უკვე სამასვალებით ვზიდავთ ამ ქვიშას. წყალიც შემოვიყვანეთ. იქ არხი გადიოდა და იქ გადავხსენით და 6 მატორით გადმოვიყვანეთ აქ. ამოთხარეთ GCB მიმუშავა ძალიან ბევრი. ხელაწეული გფარავს მოკლედ რა. ეს პალმები რასაც ხედავთ, აი ხელები დავტოვე. უმეტეს ჩვენი დარგულია ბიჭების.
აი ეს ხე მაგალითად ერთი კვირის რომ იყო ჩემი ხელით გადმოვიტანეთ ამ მიწაზე და ერთი კვირა წყალს უსხავდით რომ მიწას შეჩვეოდა და ამ ხელა გაიზარდა უკვე და დაგვხდა ეს მალე უკვე მოისხავს ქოქოს მოისხავს ეს ფესვი ამას საერთოდ არ ქონდა რომ გადმოვიყვანეთ გადმოვგით ისეთი ადგილიდან წამოვიღეთ რომ არ მოწვიმა დიდი ხანი უჭირდათ ძალიან ესე წყლის გარეშე მაგრამ ფესვი როცა არ ქონდა ამას ის ხო ერთი კვირა მოვწყეთ ამას ვწყავდით 3 თვე 2 ლიტრიანი ჩამოსასხმელი ლუდის ბოთლი გადაჭრილი ქონდა და ესე დავადგით რომ ეს მზიდან ასე წამოსულიყო ეს ორთქლი და შემდეგ მორწყულიყო და პლუს ჩვენ უსხავდით წყალს და ეხლა ვამაყობ მე ამ ხით ესე დგას მაგრამ ფესვები გადგმული აქვს ძალიან სამაყო ხე არის ოჩახი ესე კარგი საქმე გამიკეთებია ეს რო და ეს ხეები ჩვენ ჩამოვიტანეთ ლაგოდეხიდან აი გემზე რო ვიდეო გადავიღეთ ეგ გემი 50 გემი წამოვიღეთ ჩითილები დატვირთული თვითონ ამ ხეებიდან მე თვითონ კიდე ახალ ენერგიები გამოყავდათ და ესე და მოკლედ გაამრავლეს ამ კაცის დამსახურება სხვათა შორის რომ ეს ხეები და ეს ყველაფერი შემოვიტანეთ ეს კაცი იბრძოდა რომ ხეები დაურგათო და შემდეგ არ გვატარებდნენ გემით ეს დატვირთული ჩითილები ბევრი რო ქონდა გვითხრეს რომ თქვენ ეს ჩითილებიო გასაყიდად გინდათო და ამ კაცმა თავი გამოიღო რა საოფო ჩემი ხელით დავრგაო კირიაკოს შენ გვერდში ვარ მე უთხარი გენაცვალო შემი თავი გაკლდიანია ბარები წავიღეთ ბარები გვეღუნებოდა თავიდან მერე ამ კაცმა კირიაკოსმა გერმანიიდან ჩამოვიტანო მეო მაგარ ბარებსო მაგარი მეტალიაო და მაგ ბარებით დავდგეთ ბევრი გვიჭირდა ბევრი ვერ გადარჩა ისეთი სიცხეები იყო მაგრამ ესენი გავახარეთ როგორც იქნა და წამოვიწყეთ ესეთი გლობალური საქმე სიგარეტის მოწევის უფლებაც არ აქვს ახლოს ხესთან რას მიქვია რომ შენ იქ ამ ბიჩოკი მიუგდო ან რაიმე ძაღლებს პატარა ძაღლებს ჯარიმებს უწერენ აქ რო არ შეიძლება თუ აიმე პატრონი თან ახლავს ძაღლს და მისი ძაღლი მიაფსავს ამ ხეს ჩვეულებრივად დაჯარიმდება თვითონ ძაღლი 50 ევროთი მე პატრონე 200-ით მოკლედ ამ ადგილზე იყო ხრიოკი საერთოდ შემდეგ ჩამოვიტანე ერთი ცალი აი ეს კუნწი ბარაქის ხის იმის შემდეგ წლები გავიდა ამ ხელა გაზრდილა არ ველოდი ნამდვილად აყვავდა კუნძული მოკლედ მოვედით ახლა ჩვენ ამ ბარაქის ხესთან ხალხი გაოცებას არის და მე მგონი ენერგიები უნდათ so where are you from guys I'm from Australia. We're all from Australia. You all from Australia. Yeah. Well, what's your first impression? So my first impression is that like it screams like rich, like you have it in like a very nice house, you know? Yeah. That's what I would say. I think it looks really good. I like the leaves on it. It's like popping out, almost like money house popping out. Yeah, just like good luck. It'll provide good fortune and make you rich. Very nice. Yes. And it looks like it can provide luxury for your house. Have you ever heard about Georgia? Yes. Yes. Ilya Taporia. მერაბდვალიშვილი. No. I don't watch MMA. ხვიჩა კვარაცხელია. No. I don't watch MMA. PSG. რაც ის ბარაქის ხე დავრგე, მაღაზიის ფლობელმა შეგენა თვალეშაკო. შენ მარჯვენას ვენაცვალეო. ეს ბარაქის ხე რო ჩამოვიტანე, იმის მერე მოკლედ საქმე მიდის მაგრად. იახტები, გემები, ყველაფერი იყიდეს. ეს მაღაზია პირველად რო შემოვიტანეთ იმ ბარაქის ხის დარგვის შემდეგ, იმის მერე ადრე იკეტებიან ესენი, იმიტომ რომ 1-2 საათს გაყიდიან და ის დღე უკვე კარგ ნავაჭრად ითვლება. სულ ჩემ ლოცვაში არიან ესენი. ოჩახო, თავ ვინ იცოდა როლექსი? რაც მე შემოვიტანე ის ბარაქის ხი აქ, მის მერე აყვავდნენ და მერე შემდეგ როგორც გავიგე სხვა ქვეყნებშიც პოპულარული ყოფილა. ესენი ხედავთ რომ დაიხურენ. ხალხი აღარ მოძრაობს. არავინ არ მოდის, ეხლა მე თქვენ გეტყვით აქ რა მოხდა. ამ მაღაზიის პატრონმა
ის ბარაქის ხე რო დაინახა იქ მე რო დავრგე. არ ჯეროდა. მაიმუნოფო, ტყუილებს გვეუბნებიო, ამდენი წელიაო, ასეთ ხრიოგზე ვცხოვრობთო. ამ ხემ რა უნდა გვიშველოსო. მოკლედ არ გვიჯანყდა. და იმ ბარაქის ხეს აწვალებდა. ჩვენ რო წყალს დაუსხავდით, ეს მიდიოდა ბენზინს, დიზელს, სალიარკას ასხავდა შიგნით. მერე წვიტავდა, მოაწვიტა 1-2 ფურცელი, რომ მეც გავახარებო. ბოროტაც უნდოდა ბარაქის ხის. პლანტაციებს გეგმავდა თურმე, რომ პლანტაციებს გავაკეთებო, მერე რო დაინახა, რომ აქ მაღაზიები მუშაობენ, როლექსი ავაყვავეთ. ასე არის ამას მეტი. აქვთ ეს ტავარი, ყველაფერი, გამოდგამენ ხალხი არ დადის. იმიტომ რომ ბარაქა აქვთ გაწყვეტილი. პირადად ჩემთან თუ მოვა და იტყვის, რომ აი შაკო შემეშალაო, მე იმ ბარაქის ხისთვის ხელი უნდა წამემართაო, მე ჩაუწყობ ბარაქის ხესთან. ეს მაღაზია ჩვეულებრივად იმუშავებს, ხვალიდანვე ახლა ეკაცი რო დღეს მოვიდეს, ხვალიდანვე დილიდან აქ მუშაობა აწყდება წავალი წინით, ტავარი. აი ეს არის ცოცხალი მაგალითი იმის თუ რა მოუახეს, თუ არ მოურწყავთ. ეს მთელი 50 გემი ჩითილები რო ჩამოვიტანეთ, აი უყურეთ როგორ ეპყრობიან, თუნდაც გაძილი იყოს ხე. აი ამ ხეს ყოველთვის ყავს ერთი კაცი დაყენებული, ყოველ დილას შუადღეს საღამოს უნდა მოიწყოს ხეები ესე. და კატეგორიულად ვითხოვთ ჩვენ იმას, რომ ეს ხეები ესე მოიწყოს. აქედან გავყარეთ მეგობრები. შემოესიენ ჩვენ ბიჭები ყავას ვსვავდით, ნარს თამაშობდით, ვიჯექით და უცბად მეკობრეების გემები სავსე, ეს ახლა არაფერი არ არის ესენი რაც დგას. ესე იყვნენ ჩალაგებული. რა დამავიწყებს იმის სახეს თან ცალი თვალი ქონდა აკრული და იძახის რომ ეს კუნძული ჩემი უნდა გახდესო. მე ვუთხარი შენამდე ვიყავით აქ ხალხი. სად იყავით მაშინ როცა ჯებირებს ვაგებდით რომ ტალღებიდან და მე მინდა დაგვეცვა ეს კუნძული, მოვუთხარი და გაჩუნდა. ხმა რა მოუღია მართალი ხარო, ყავა დალიეთ, რამდენიც გინდათ, ალკოჰოლი დალიეთ, რამდენიც გინდათ და აბა აქედან თქვენ გემებიანად გავიდა მეთქი? კი ბატონო. არ არისო პრობლემა, რაზე არის საუბარიო, მივდივართო, მაინცო ჩვენო სხვა კუნძულებით გვაქვს დასაპყრობიო. ჩვენ კუნძულზე რომელზეც გინდათო, კარგად რო გაუმასპინძლით, ჩვენო დაპყრობილი გვაქვს ბევრი კუნძულებიო და ყველგანო თქვენთვის საჭმელი, სასწრაფელი დასარჩენი ყველგან უფასო იქნებო. ჩამოვიდეთ როცა გინდათ, შემოგილოთ ჩემი ხისფეხიო და ასე დავშორდით და დავიცავით ჩხუბის და ყველაფრის გარეშე დავიცავით ეს ადგილი. აი ეს მაგალითად ის ერთ-ერთი ადგილია, სადაც მე თავი გავიგიჟე რომ ავაგოთ აქეთ ხარესაც ჯებირები. მითხრეს არ გინდაო, აქეთ ხარეს დიდად არ ურტყავს ზღვაო. მეთქი ურტყავს. ის კირიაკოსი მარტო ხეებზე არ გვეხმარებოდა. ასევე გვეჩი გვედგა ჯებირებს, როდესაც ვაშენებდით მაშინას. მთელი ცემენტი, ყველაფერი მაკაც მოქონდა. ეგ კაცი გვამარაგებდა, მეთქი კირიაკოს, აქა ჯებირები დაუფინოთ. არაო, გაიგიჟეს თავი. ჩამოვედი აი წლების მერე დაწებული აქ უკვე ნელ-ნელა ჭამს კუნძულს. ეხლა ნეტა ჩაგველაგებინა ეგ ჯებირებიო, დაგვეჯერა შენთვისო, მაგრამ რა გავაკეთო? მაგრამ ეს აიტანს, ეხლა მე რასაც უყურებ, დიაგნოზი დაუსვი, რომ ეს რამოდენიმე წელი კიდე აიტანს ამარის. ის კიდე გასარეცხად გავატანე და ჯერ არ წაუყვანიათ. ოხ კირიაკოს რა გითხარი შენ? აი თავი, აი ვერ მოვისვენეთ. მეთქი ჩავალ ახლო და ვნახავ, ესე ზემოდან კიდე ხედავდი რომ ესე იყო, მაგრამ ნახეთ რა დღეშია. იქ ზემოდან რო უყურებდი, მივაბათქაშებთ და ეშველება, გამოილესება რაღაცა მეთქი, გავამაგრებთ, მაგრამ არ უნდა ვეჯებირი და ეხლა ჩამოვედი აქ. რა არის ეს, მაგრამ გაუძლებს. ეს ოხერია, ისეთი კიდეა. ეს აიტანს კიდე რამოდენიმე წელი. მაგრამ გადავწყვიტეთ ეხლა. მივიღეთ სრული გადაწყვეტილებით ეხლა ამით უმეტეს ახლოდან რომ ვნახეთ, ასე პირდაპირ ჩავალაგებთ ჯებირებს. ამას გამოვლესავთ ან რაღაცა იქნება და თორე ესე არ შეიძლება.
მოკლედ ისეთი აღმართის ავლა გვიწევს ყოველ დღე. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, რომ ბევრი ესეთი აღმართი ძალიან დიდი სტიმულით ავიაროთ. ეს კადრები მაინც იმისთვის, რომ თვალი არ გვეცეს. ქშა, ბოროტი თვლები.